Დიუშენი დაავადებული ბავშვების მშობლებისა და საზოგადოების ზეწოლის შედეგი. Რამდენიმე თვიანი ძალისხმევა კონკრეტულ შედეგებამდე მიდის. ოცნების ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ სამკურნალო მედიკამენტის შეძენის შესახებ ხელშეკრულება უკვე გაფორმდა. ლაპარაკია ჯივინოსტატზე, რომელსაც იტალიური კომპანიიდან იყიდიან. ამ შედეგებამდე მისვლას წინ უძღოდა უწყვეტ რეჟიმში მშობლების საპროტესტო აქციები, რომელსაც საზოგადოების დიდი ნაწილი უჭერდა მხარს. უწყვეტი მარათონში 2 მილიონზე მეტი შეაგროვეს სტუდენტებმაც, თუმცა ამ კამპანიის დისკრედიტაცია ოცნების ხელისუფლებამ აქტიურად სცადა. პროპაგანდა პროცესის დასაწყისში აწარმოებდა დეზინფორმაციას წამლების უსაფრთხოების შესახებაც. როგორ შეიცვალა საზოგადოების ზეწოლით ოცნების ხელისუფლების პოლიტიკა და როგორია ამ კონკრეტული მედიკამენტის საჭიროება დიუშენი დაავადებული ბავშვებისთვის, თაკო მაისურაძე გააგრძელებს თემას პირდაპირ ეთერში. დღეს მიხეილ სარჯოლაძე განსხვავებული რიტორიკით წარსდგა პრესკონფერენციაზე და ისაუბრა იმაზე, რასაც უწყვეტი პროტესტის დროს კანცელარიასთან დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები ეუბნებოდნენ მას. მან თქვა, რომ გაითვალისწინა სხვადასხვა ევროპული ქვეყნების გამოცდილება და ასევე კონკრეტულად ბრიტანეთის მარეგულირებელის მიერ მიღებული გამოცდილება, თუმცა აპელირებდა იმაზე, რომ ეს გამოცდილება მათ მაისში გამოაქვეყნეს. მოკლედ მიხეილ სარჯოლაძე მისაუბრა იმაზე, რასაც პროტესტის განმავლობაში ეუბნებოდნენ მშობლები და უსახელებდნენ იმ არგუმენტებს, რის გამოც უნდა შემოეტანათ წამალი, თუმცა სამთავრობო პროპაგანდა სხვანაირად მუშაობდა და პირიქით აშავებდა მშობლებს ამისთვის, რაზეც დღეს მიხეილ სარჯოლაძე მისაუბრა. გეტყვით იმას, რომ იტალფარმაკოსთან, იტალიურ კომპანიასთან, ფარმაცევტულ კომპანიასთან გააფორმა ხელშეკრულება დღეს ჯანდაცვის სამინისტრომ და წამალი 30-დან 35 ბავშვამდე გადაეცემა. წამალი იქნება შემოტანილი დაახლოებით 1 თვეში, სექტემბერში უკვე შეძლებენ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვები 6-დან 10 წლამდე ბავშვები ამ წამლის მიღებას. ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზეც, თუ რა ჯანმრთელობის მდგომარეობა აქვთ მათ, შეუძლიათ თუ არა დამოუკიდებლად გადაადგილება. თუმცა საქართველოში ჯამში არის 80-დან 100 ბავშვამდე, ვისაც აქვს დიუშენის კუნთოვანი დისტროფია და მათთვისაც, როგორც დღეს იტალფარმაკოს წარმომადგენლისგან და ჯანდაცვის მინისტრისგან გავიგეთ, მათთვისაც წამლის შემოტანაზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები. რეალისტურია, რომ სექტემბერში რეალურად დაიწყოს მკურნალობა. ოპტიმისტური განწყობით ალბათ სექტემბრის დასაწყისი უნდა ვთქვათ და სექტემბრის განმავლობაში ყველა შემთხვევაში ვფიქრობთ, რომ მკურნალობის პროცესი რეალურად დაიწყება. იმედის მომცემია, ასე ვთქვათ, ის სამეცნიერო პუბლიკაციები, რომელიც ახლავს ამ მედიკამენტს და ასე შემდეგ, ამას დავაკვირდებით და მომავალში ბუნებრივია ამაზე უფრო დამაჯერებლად გვექნება შესაძლებლობა, რომ ვისაუბროთ. იქნება ლაპარაკი დაახლოებით 30-ის ფარგლებში, 30-35 ალბათ რიცხვი ბავშვებისა, რომელსაც შეიძლება ეს მედიკამენტი გამოადგეთ. ბრიტანული მარეგულირებელი გახლავთ, ავტორიტეტული დაწესებულებაა, რომელმაც გასცა იმხანად რეკომენდაცია. ვერ ვიტყვი, რომ ამან გავლენა არ იქონია ჩვენ გადაწყვეტილებაზე. იგივენაირად შემიძლია ვთქვა სხვა არაერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რამაც ეს განაპირობებს. მეორე მედიკამენტს, რომლის თაობაზეც იყო საუბარი ადრე, მინდა აღვნიშნო, რომ მოლაპარაკებები რამდენიმე მიმართულებით კვლავ გრძელდება და ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს მომავალში წარმატებით დასრულდება. ნამდვილად მიხარია, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, ვინც ამ ნაბიჯს გადადგამს და იქნება სამაგალითო ბევრი სხვა ქვეყნისთვის. ბოლო კვირეების განმავლობაში ჩვენ ძალიან ბევრი ვიმუშავეთ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრთან ერთად, რომ გვეპოვა გზა, შემოგვეტანა ჯივინოსტატი დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებისთვის. როცა პაციენტი, ხელისუფლება და ინდუსტრია თანხდება და პაციენტი თავარი საზრუნავი ხდება, ამას ძალიან დიდი ძალა და შედეგი აქვს. ძალიან ვამაყობ ამ თანამშრომლობით. გავაგრძელებთ მუშაობას საქართველოს მთავრობასთან და პაციენტებთან, რომ ეს შესაძლებლობა ყველა პაციენტს მიეცეს. დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები ჯივინოსტატის შემოტანას ძალიან დიდ გამარჯვება დაფასებენ, თუმცა ამბობენ, რომ მათი ბრძოლა აქ არ მთავრდება და იმედოვნებენ, რომ 18+ პაციენტებისთვისაც იქნება წამლები შემოტანილი, ასევე აპელირებენ იმაზე, რომ ისინი მართლები იყვნენ ამ ბრძოლაში და დღეს ჯანდაცვის მინისტრი მართლაც იმას ლაპარაკობდა, რასაც ისინი მთელი პროტესტის განმავლობაში. ეს არის ერთი დიდი გამარჯვება, რაც იმას ნიშნავს, რომ სექტემბრიდან უკვე ბავშვების ნაწილი მიიღებს წამალს,
ხოლო რაც შეეხება მეორე მედიკამენტს, ამ მედიკამენტთან დაკავშირებით მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა და იმედი გვაქვს, რომ მალე დასრულდება და გვექნება კონკრეტული ვადები ამ მედიკამენტის შემოტანასთან დაკავშირებით. ჩვენ ასევე იმედებს ვამყარებთ გენურ თერაპიაზე, გუშინ იყო ჩამოსული გენური თერაპიის მომწოდებელი კომპანიის წარმომადგენელი და ჩვენი მიზანია რომ ასევე ბავშვების ნაწილი ჩაერთოს გენური თერაპიის მიღებაში. ჯიმინოსტატთან დაკავშირებით შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ არანაირი პრეტენზია არ გვაქვს და ვიმედოვნებთ, რომ ეს მედიკამენტები მალე 18+ და არამოსიარულეებში კვლევის სახით იქნება ჩართული. Რა თქმა უნდა, ამ მედიკამენტით არ სრულდება ეს ყველაფერი. ჩვენ ვითხოვთ ასევე მეორე მედიკამენტს და ჩვენ ესე ვთქვათ არ ვითხოვდით რაღაც აბსურდულს და არარეალურს. ამიტომ ჩვენი სიმართლე აღმოჩნდა ის რომ მიზანს მივახციეთ. ვედოვნებთ რომ ნელ-ნელა ეს ახალი მედიკამენტებიც რა თქმა უნდა დაეწევა ჩვენ შვილებს და უფრო მეტ დროს შეუნარჩუნებთ. ბოლო თვეების განმავლობაში საზოგადოებისთვის ძალიან საყურადღებო იყო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისა და მშობლების პროტესტი. შეგახსენებთ იმასაც, რომ დაიცავი ილიაუნის სტუდენტებმა შეაგროვეს 2 მილიონ ლარზე მეტი მარათონით და დაეხმარნენ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებს, გადარიცხეს ფონდში ეს ფული. ასევე გეტყვით იმას, რომ რამდენიმე დღის წინ ბექაშონიამ დიუშენის დაავადებულმა ერთ-ერთმა ბავშვმა სააპელაციო სასამართლოში დავა მოიგო და სახელმწიფო მას უნდა დაუფინანსოს სხვადასხვა კვლევები და სასუნთქი აპარატი. სექტემბერში, როგორც დღეს მოვისმინეთ, შემოიტანენ პრეპარატს და საინტერესოა 18+ ან სხვა მოზარდებისთვის როდის იქნება პრეპარატები შემოტანილი.